შინაგან საქმეთა სამინისტრო ვიდეო ფოტო ექსპერტიზას მოსკოვში სერტიფიცირებული პროგრამით ჩაატარებს. 4 კონტაქტის კომპანია, რომლის პროგრამითაც სისხლის სამართლის საქმეებზე, მტკიცებულებებში მონტაჟის კვალს ამოწმებენ. ამაში 140,000 ლარი უნდა გადავიხადოთ. შუამავალი კომპანია საექსპერტო სისტემებია. წერილი მინისტრის მოადგილეს გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობის გასაცემად 10 აგვისტოს გაიგზავნა. სავარაუდოა, რომ დღე-დღეზე ხელშეკრულებაც გაფორმდება. პროგრამა არის რუსული, ლიცენზირებული არის მოსკოვში და საგამოძიებო მასალებზე წვდომა ექნება რუსეთს. ეს არის ძალიან მარტივი მისახვედრი. ასევე კითხვა არის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ 21 საუკუნეში 2026 წელს რატომ გახდა აუცილებლობა და თან ექსკლუზიური, რომ რაღაც საექსპერტო პროგრამა ვიყიდოთ რუსეთიდან, მაშინ როდესაც მსგავსი პროგრამები, უკეთესი ხარისხის პროგრამები აქვს ნატოს წევრ ქვეყნებს. თუ ეს არ არის სახელმწიფო პოლიტიკა, რატომ უნდა იყიდო რუსული პროგრამები? ამას ემატება კიდევ მეორე, ეს არის დაქტილოსკოპიური მონაცემების იდენტიფიცირება და აღნიშნული პროგრამა ნაყიდი აქვს ბელორუსში. პუტინსა და ლუკაშენკოს აქვს ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციების საგამოძიებო მონაცემებზე წვდომა და კიდევ რაში შეიძლება ეს იქნას გამოყენებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მონაცემები პირდაპირ მისცა რუსეთს და ბელორუსს. მოსკოვში რეგისტრირებული კომპანიის პროგრამა ძალოვანი უწყებისთვის ერთადერთი არ არის. ანაბეჭდების სისტემა ბელარუსული კომპანია ტოდესის საკუთრებაა და მილიონზე მეტი გვიჩდება. რუსული და ბელარუსული პროგრამები ერთ დღეს შეიძლება ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევად იქცეს. ექსპერტები ქართულ ოცნებას ახსენებენ, რომ ოკუპანტმა ერთ დღესაც შესაძლოა სამინისტროებს პროგრამები გაუთიშოს. არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ამ პროგრამების ავტორებს არ აქვს დატოვებული ეგრეთ წოდებული უკანაკარები, ბექდორები, რომლითაც არ შეიძლება მონაცემების მოპარვა პირდაპირ მნიშვნელობით, ან უბრალოდ ტრეკინგი თუ რა ტიპის აქტივობით არის დაკავებული ქართული კონკრეტული სახელმწიფო უწყება. ნებისმიერი ასეთი შესყიდვა უნდა იყოს მკაცრი კონტროლის ქვეშ და ყოველთვის ჯობია, რომ ეს იყოს საერთაშორისო სერტიფიცირებული. ერთ დღეს შეიძლება, რომ ეს პროგრამები უბრალოდ აღარ მუშაობდეს. რა ერთ დღეს რუსეთს რომ მოუნდება და ბელორუსიას შეიძლება უბრალოდ რაღაცა ღილაკს დააჭირონ თავისთან და აღმოჩნდეს, რომ არც ერთი პროგრამა არ მუშაობს და მეტიც ამ პროგრამებში არსებული data ან data მონაცემები იყოს აღებული სრულად რუსეთის და ბელორუსიის შესაბამის სამსახურების მიერ. რუსულ პროგრამებში ხშირად არის ჩაშანებული ფარული წვდომის მექანიზმები, რაც ნიშნავს, რომ მონაცემები შესაძლოა ოკუპანტის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდეს. დამატებით კი რუსულ კომპანიებს ვალდებულება აქვთ, როდესაც FSB მოსთხოვს ნებისმიერი ინფორმაცია გადასცე. ეს ყველაფერი აჩენს რისკს, რომ მონაცემები რუსულ სერვერებზე პირდაპირ გადაიტვირთოს. ტექნოლოგიებში შესაძლებელია იყოს შაშინებული იმგვარი სისტემა, რომელიც მიეწოდება რუსეთის სპეცსამსახურებს და ეს ვალდებულება რუსულ IT კომპანიებს რომ გააჩნიათ ფიქრობ ცხადია. მეორე რისკი არის, რა თქმა უნდა, მათ შორის საგამოძიებო და პერსონალური ინფორმაციის გაჟონის საფრთხე. მესამე და მნიშვნელოვანი არის ტექნოლოგიური ვიბმა ოკუპანტ სახელმწიფოზე. მეოთხე არის რეპუტაციული ზიანი დასავლელი პარტნიორების ხელში, მაშინ როდესაც რუსულ ტექნოლოგიურ კომპანიებს მათ შორის ადევს სანქციები უმეტესწილად და ამ ვითარებაში ეს აზიანებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსული ტექნოლოგიური კომპანიები სანქციების ქვეშ არიან. ეს კიდევ ერთი რისკია. მაშინ რატომ აკეთებს ძალოვანი სახელმწიფო უწყება არჩევანს რუსულ და ბელორუსულ სისტემაზე? მით უმეტეს, რომ არსებობს ალტერნატივა დასავლური სახელმწიფოების მიერ შექმნილი პროგრამების. მესამე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული, სახელმწიფოებრივი დანაშაული, რომლის გამოც ციხეში უნდა ჩაჯდნენ ის ადამიანები, ვინც ასეთ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იმიტომ რომ ასეთი მოლაპარაკებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს და საქართველოს სუვერენიტეტის იდეას. ის რომ საქართველოს მოქალაქეების რაღაცა იდენტიფიკაცია და კონტროლი შეიძლება განხორციელდეს ისეთი პროგრამებით, რომელიც შემუშავებულია რუსების და ბელორუსების მიერ, ეს არის პირდაპირ ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხალატი და მტრის სამსახურში დგომა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ ესეთ მონაცემები, ასეთ მონაცემებზე აუცილებლად წვდომა ექნებათ თავად რუსულ სპეცსამსახურებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველების კითხვებზე არ უპასუხია. რატომ ვაკეთებთ არჩევანს რუსულ პროგრამაზე და როგორ აზღვევს ძალოვანი უწყება მონაცემების გაჟონვის და ოკუპანტის ხელში აღმოჩენის რისკებს?